ფიქრები უტრიალოს ვიღაცა მოკლას, ვიღაცა გაუპატიუროს, შეურაცხყოფა მიაყენოს, რაღაც დაანგრიოს, ასეთი ხალხი არა ვარ. არა ხარ შენ ასეთი კაცი და არც მე ვარ და ჩვენ ყველანი აქ ქრისტეს სიყვარულით ვარ გაერთიანებული, რომ აი გონს მოვედით და მივხვდით, რომ ჩვენთვის თავარი არის ქრისტე. და არაფერი ამაში არ არის გასაგები და ნუ გიყვირს შენ ეს. და აქ არაფერი საეჭვო არ არის. ეს არის ბუნებრივი და ამას ჩვენ მე რომ არ გითხრა. მამაპარისი არ გითხრა და არავინ არ გითხრა და წიგნის არ არსებობდეს, ხო? დაუშვათ ვერ მიგვიწდება ხელი წიგნამდე. რამდენი ადამიანია უწიგნურია და სადღაც უდაბნოში ცხოვრობს. ქრისტე ღმერთი გვასწავლის, შიგნიდან გვასწავლის, გარედან გვასწავლის, უხილავად გვასწავლის და რას არ გაუგია ადამიანს ისეთ რამეს ამბობს და აკეთებს. საიდან? იმიტომ რომ ღმერთი იყო შენ. მამა ზეციერი. მასწავლებელი, მოძღვარი, მსვლელი და გადარჩენილი. ჯერჯერობით ჩვენთვის უხილავია და უხილავად გვასწავლის და ვაიმე ეს საიდან თქვი გაგიკვირდება. ეს როგორ მემართება, რო გიკვირს, აღარ გაიკვირო აწი. შეურაცხყოფაა ეს ღვთისათვის. როდესაც შენ ამას ასე ამბობ და ეჭვს გამოთქვა. ქრისტე სული და გულით გეხმარება და შენ კიდევ ამოთქვა, კაცო, მე ახლა წოდილი ვარ და რატო ესა და ისა და ეჭვები რო გაქვს და ასე რო ფიქრობ, აღკოლებს შენს წინსვლას, შენს გადარჩენას და შეურაცხყოფ იმას, ვინც გეხმარება. ამიერიდან ესე აღარ იყოს, ხო? ახლა თუ შენთვის მე ოდნავ რამეს წარმოვადგენ, ჩემგან ეს უნდა მიიღო როგორც ქრისტეს სიტყვები. მე გეხმარებითო და თქვენ არ ისე ამოვეძება მაგრამ არა, გასაგებია. არ გინდათ ისევა. მე რომ გეუბნები დამხერდა. მე მესმის, რომ ჩვენ ყველასნაირს ვუგებთ. უბრალოდ ვარა ვართ ერთად. და ასე გავაკეთოთ. ამიერი და შენ არ გაიკვირო. არა, გაიხარე. ხოლოდ გაიხარე, რომ გული ლოცულობს. გაიხარე იმით, რომ წამოგაძახებს რაღაცა ქრისტეს სადიდებელ სიტყვას. გაიხარე იმით, რომ გამოგდის ლოცვა, რომ გულის შეგრძნება გაქვს, გულის ხმა გესმის, გულის ძგერას გზნობს, სუნთქვას როგორც ეხლა თქვით, ხო, ააყოლე ის. ეხლა როგორც მე ვამბობ, ამას შენ კითხვი წავიკითხე, რომ წამიკითხია პატერიგებიო, მაგრამ ვეშცათ ასევე წაიკითხე. მე როგორც გასწავლი, ხო, ასათ აწერია მამაპარის. ძალიან ზოგადად უწერია ეს იოანე იმას ახალი ღვთისმეტყველს. თუ სიმონ ახალ ღვთისმეტყველს ძალიან ისე რომ ჩაისუნთქეთ და გულში გაატარეთ ლოცვა, მაგრამ მე დაღეჭირად ვამბობ. თუ როგორ შეუდგე ამას და როგორ მიაღწიო, რომ შენთვის გახდეს აი ბუნებრივი ლოცვა. ხო, ამას მე დაღეჭირად ვასწავლი, იმიტომ რომ შენ მართალი ხარ, მე ვარ გამოცდილი კაცი და გარკვეული მონაკვეთი გზისა მე გავლილი გნავს. იმ მონაკვეთში ყველას თვალდახუჭილი გავიყო. იმიტომ რომ ის გზას ეგირათ ის გზა ჩემია. გასაგებია? რასაც ვიყდი, ის კითხვაც არ არის. შემიძლია რომ მართლა უზრუნოს კითხვა, იმიტომ რომ თავის ზაიცი და თქვენ წაიკითხეთ. ზოგი ასეცებს, ზოგი ასეცებს, ზოგი შემიძლია. შენ გაიგნები, იმიტომ რომ სასწაულები წერია. მით უმეტეს ახლა ფული კეთება იმაში, რომ აი იესოს ლოცვის შესახებ იმენ რამე დაწერო. ერთი ამბობდა, რომ წიგნი იყო, რომ გინდა თუ არა როგორც კი შენ დაიწყებ იესოს ლოცვის შესწავლას, მინდა სისხლი ამთხიო ფილტრიდან. ახლა მე მესმის იმ კაცის, ვინც ამას ამბობს, იმიტომ რომ ალბათ ფილტრები ყოლა დაზიანებული ან პაპიროსის წერით იცი და ეს დაიწყო გამოსწორება მდგომარეობისა ალვეოლების თავებზე ეს ჩაკირული იყო ეს ჭვარდლი და მოწყდა ეს და სისხლის ამოყვა და მე პრაქტიკაში მქონდა ასეთი ისე რომ კაცი რომელმაც მიატოვა პაპიროსის წერა და ჩემთან ერთად დადიოდა ტყეღრეში ხო სისხლი ამოანთქია და მე მისთვის მართლა ავტორიტეტი ვიყავი რომ შეიძლება ეს შეშინებოდა ძალიან მე კიდე გავიხარე და უთხარი აი კეთახვა შენ ეხლა აი ყოველდღე დავდიოდი ბორჯომის ტყეებში დავდიოდით და პაპიროსს არ ეწევოდა და სისხლი ამოახველა და შეეშინდა და რუბილშია უთხარ და მართლაც ასე აღმოჩნდა სუფთა იყო მე გასუფთავდი უბრალოდ ძალიან ძლავრა და სწრაფად მოხდა ეს მისი ზურგის შექცევა ამ პაპიროსის მიმართ და ეს როცა გამოვიდა დღე და ღამე დღეში ვიყავი ასე რომ ეს ყველაფერი კეთილია
ნამდვილი ვართ. სანამ ვართ ამ ქვეყნად. ის შესწავლით, ეს ნებართვით რომ მომდისვენს იმას რომ ხდება. გასაგებია რას ვილაპარაკეთ ახლა ჩვენ. არ შეგაშინოს იმან, რომ დაუშვათ 15 წუთი რომ ლოცულობ შენ. ხო, თავს დარასატანს, ხალხი 1000 რამე ხელს გიშლის. რაღაცას ეს ასიამონის. ეს ასიამონებს ჩვენში ჩაბუდებულ მტერს. მაგრამ ის ხმები კეთილია. ხმები არსებობს 1000-ნაირი. არსებობს ხმები, რომლებიც დაგელაპარაკებიან პირდაპირ. რაღაც ხმა გეტყვის, ასე გააკეთე, ისე გააკეთე, აი ამას არ უზნაუსმინოთ, თორე ზუზუნი, წვილი, შვილი, ყურებში და თავში ეს რა არის? ეს როგორც ხარის ხმა გესმოდეს, წვიმის ხმა რო გესმოდეს, ქაფუხილი რო გესმოდეს, ბუნებრივი ხმებია, ეს ხო არ გვაშინებს. გვაშინებს მასტური სიტყვები ეშმაკისა. აზრები, არანაირი აზრი არ გვიდება. ჩვენ თავარია ეს მექანიკურად შევასრულოთ, რასაც ვახსენებთ. ვიმეოროთ იესო ქრისტეს ადგილებელი სიტყვები და ეს სიტყვები მიუსადაგოთ სუნთქვას და ლოცვას. აი ეს არის ის ამბავი, რომ დაუშვათ ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ვიპოვეთ დავიკარგეთ ტყეში და ვიპოვეთ გზა, ბილიკი. ახლა რო დადრია ახლა და ილოცო და რაღაცა სიტყვები თქვა, ხო? და თავში 1000 ვიტრიალებდეს, ეს გზა არ არის ის გზა, რაღაცა, ხო? ეშვები და რაღაცები. შენ რო დაადგე მაინც მექანიკურად უნდა იარო ამ გზაზე. და შეამოწევ და გახვალ ამ გზაზე და ზუსტად ასევე, როდესაც ლოცულობ 1000 ხმა და ჩაგზახებს 1000 ფიქრი, ავიფიქრი გეტყვის, რომ ეს არა ამთავარი, ახლა შენ სხვა საქმე უნდა აკეთო, ეს შენს არ მოგიხდება, ეს შენ ოჯახს არ მოუხდება, რაღაცას არ მოუხდება და 1000 ავიფიქრი დაგეტრიალდება, მაგრამ შენ ფიქს ვერ იმორჩილე. გრძნობებით შეიძლება ისეთი იყოს, რომ არ გინდა, მაგრამ შენ მაინც მექანიკურად უნდა შეასრულო ეს მხსნელი საქმე. ხო? შენ რომ მაშველის გოლი გესროლო და აგერ შენთან დაწურავდეს და მოგიდე ხელი ჩაეჭიდეო გეძახია, ხო? და შენ რაღაცა ავი გზნობა და ავი ფიქრი გეუბნება რა ეს რას გიშველი შენ რაღაცა ბალიში გადმოაგდესო. ხო? შენ მექანიკურად არ უნდა დაუგდო ყური ამ არც გზნობას არ უნდა აყვე, არცავს ფიქს უნდა აყვე და სტაცო ხელი და ნახავ რომ უკვე დაისვენება, აღარ ჩაიძირები. ხო? ასეა თავიდან ჩვენი მოქმედება შეიძლება იყოს მექანიკური. და თანობით გადავა ეს ღრმა სულიერ აღმა ფრენაში. გასაგებია? ასეა თავიდან ხორციელია ეს ყველაფერი, გარეგანია, უხეშია, მაგრამ მე თაფიზდება. პატრიკებში წერია პირდაპირ, რომ თავიდან ბერული ღვაწლი არის ხორციელი. ხორციელი ღვაწლი ქვია მამაპარი. და მე უკვე სულიერი. ხო? თავიდან მექანიკურია. თავიდან იმას გვასწავლიან, რომ შენო ვიღაცა გძურსო და სახეზე მის მიმართ რისხანება გაქვსო და შენ ატექიო და გულში რო გაქვს რისხანება, ესადა რომ სახეზე არ გამოგეხატოს და სახეზე მის მიმართ სიყვარული გამოხატებო, თუნდაც ეს არტისტულად და საგინებელი სიტყვები გადგება ენაზე, მაგრამ შენ დაძლია ეს და მექანიკურად მოსაფერებელი და სასიყვარულო სიტყვები უთხარია. წერია თუ არა ეს პერსონაჟი? ანუ შენ მექანიკურად შეასრულე თავიდან კეთილი საქმე და ეს მექანიკური შესრულება მერე რომელსაც შენ სულით ახერხებ. შენ დაძლია შენში არსებული უარყოფითი გზნობები და ფიქრები და დაძლია სულით, ნებით. სულით მიერდები და მე მოერევი საერთოდ იმას და შენი სული და ეს გარეგანი მოქმედება გაერთიანდებიან. ესე იგი უღრმესი შენი არსება და შენი გარეგანი გამოვლინება გაერთიანდება. და ეს ადამიანური უარყოფითი ხო მოისმენია. ეხლა მოგიყვებით ერთ ამბავს. ეხლა ხო შემოვიდა დიდი მაღაზიები, სუპერმარკეტები, ხო? ამერიკაში ეს 40-50 წლის წინათ დამკვიდრდა. უზარმაზარი მაღაზიები. ყველაფერი იყიდება იქ. ისი ქართველები რომ მივიდნენ იქ, მოცეკვავეები. ამერიკაში იყვნენ და თურმე მივიდნენ. ყველაფერი გვაქვსო.
უმოკლეს დროში რასაც დავუშვათ თუ არა გვაქვს უმოკლეს დროში გაგიჩენთ ყველაფერს და თუ აქვს ყველაფერი და ჩოხა ახალ ოქრო მოითხოვეთ მიწუჩი არა უაშთათ მაგრამ უმოკლეს დროში გაუჩინეს და უნდა ეყიდათ და გული არ გქონდა და შეერცხვენა წამოვიდნენ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ის მეპატრონე იყო დირექტორი იყო და მეპატრონე იყო დაიქირავა მაღაზიის გამყიდველებად თანამშრომლებად ულამაზესი გოგონები ახალგაზრდა გოგონები ცქრიალა გოგონები და გამოუცხადა აჰა თქვენ სხვა მაღაზიებში რამდენია ხელფასი დავუშვათ $1000 აი თქვენ $2000 საბოლოოდ მოგეცემათ როგორ მოემსახუროთ კლიენტებს იცით, ხო? საქონელი იცით, ყველა თავისი განყოფილებაში, თავისი ოსტატია და საქონელი ცოდნი არის და აუხსნის ყველა იმას ყიდველს ეს რა არის, მაგიდარი, ეს მისთვის არის, ის ყველაფერს აუხსნის. ხო, ეს კი იციან, პროფესიონალები არიან. მაგრამ მან წაუყენა ერთი თავარი მოთხოვნა. მე აი ხალხი მეყოლება რომლებიც თქვენ აქ კონტროლს გაგიწერეთ. ყველაფერში ცხადია კონტროლი, ყველაფერში ცდილება, მაგრამ თავარი კონტროლი იქნება იმაზე, რომ თუ ვინმეს თქვენთაგანს დავინახავთ, თქვა შევასწრებთ, რომ არ იღიმება. აი არ იღიმება. ხო? იმ წამს ეტოვებს სამსახურს. სახში მიცვალებული რო ყავდეს ალბათ ყავდეს დედა, მამა, შვილი ყავდეს ალბათ, ხო? მე ეს არ მაინტერესებს. შენ სამსახურში რო ხარ, იცოდე შენი თავარი მოთხოვნა არის შენთვის ის, რომ სულ იღიმებოდე. გაღიმებული იდგა, არავინ არ არის, იღიმებოდე. მოვიდა კლიენტი, მით უმეტეს გაიბადრე. არა ეს გააკეთეთ ყველამ და უზარმაზარი ის არის. მაღაზიაა და ერთი 2000 თანამშრომელია ალბათ. დამლაგებლიდან დაწყებული ყველას მოთხოვნა ესაა, რომ ყველამ უნდა იღიმებოდეთ. როგორი ამბავია, კაი ხელფასია, ამერიკა ხო წარმოგიდგენია ეს სამსახური როგორ ფასობს. ხო და სულ ყველა იგრიჭებოდა მექანიკურად, ეხლა ძალით როგორ უნდა გაიცინო, მაგრამ იცინოდნენ, იმიტომ ხელფასის გული ზაუნდა გაცინებას ითხოვენ, შენ და ზედანოცინო და დაიკრიჭე, რა ასე რაღაცას მიივა, ასე და იცინებული იქნები, ხო, მექანიკურად. გამოხდა ხანი. ამათ თანაც ამათ წავს ექიმები, ფსიქიატრები, უზარმაზარი ერთი სახელმწიფოსავითაა რა. უზარმაზარი დაწესებულება. ყველა უნდა იღიმებოდეს. ბუღალტრიდან დაწყებული სულ ყველა უნდა იღიმებოდეს. სულ მოკლე ხანში თელმა სოფლიომ გაიგოვეს, აი ფსიქიატრებმა, რომ ეს ხალხი სულ ყველა გაჯანმრთელდა. სულ ყველას ხასიათი ბუნება შეეცვალა და ავადმყოფობები სადაც რა ქონდა ფიზიკური, ფსიქიკური, ფიზიოლოგიური, სულ ყველა მერე ისე გახარე ისე ძალისკერი ცდილობდნენ უკვე ერთ თვეში, არამედ ისე უხაროდათ რა. შინგნიდან უკვე უხაროდათ. ფულის გამო კი არ უხაროდათ ეხლა უკვე რა, ბუნებრივად სიხარულად დებოდნენ. და ეს სოფლიოში გავრცელდა ეს ამბავი როგორც დიადი ფენომენი და ჩვენ ეს საუკუნეების წინ წმინდა მამებმა დაგვიწერეს. შენ გარეგნულად ეს არის, შენ მექანიკურად ამას გაკეთებასო და მე ეს შიგნით შეახსებს შენს ნამდვილ ღვთაებრივ არსებამდე და ის ღვთაებრივი არსება ამოგიწმინდება, რომელიც არის სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, უგდავება და ნეტარება. ამიტომ თავიდან ჩვენი წამხდარი ბუნება გვეძალიანება, ხელს გვიშლის ფიქრი, ხარ რაღაცა ტკივილი, ხარ რაღაცა გზნობა, რომელიც ხელს გიშლის და შენ დამოერები, ნებისყოფას თორედ არ გვინდა, გვესმის, რომ ახლა ჩვენ ბავშვს თუ მადა არ აქვს, ხო, რო არ ჭამოს მოგდება, ამიტომ ვაიზულებთ, შვილო, აიზულებ. შენ თუ მადა არ კონდეს და საქმე გაქონდეს გასაკეთებელი, მექანიკურად მაინც შეჭამ. მადა არ აქვს. შეიძლება ძალიან გეზიზღებოდეს კიდევაც, მაგრამ მაინც შეჭამ ხო საქმეს. იმიტომ რომ რო არ ჭამო მოგდები. სწორედაც ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ჭამოთ ეს სულიერი სარდელი,
რომელსაც კი არ ლოცვა. მუდამ ივეჩვიოთ, რომ მე ჩვენთვის ეს ლოცვა გახდეს მუდმივი. შენ უკვე შესული ხარ ამ საქმეში და უნდა გავაღრმავოთ და უფრო გავზარდოთ და ეს არის მარადიული დაგამხარი. არ თავდება, ამენი ვახციე უკვე და ლოცვა კარგად გამომდისო, ესე არ შეიძლება თქვა. მუდმივი არის ეს. გასაგებია. წერტილი გასა. ახლა ხوار აი გაიგე როგორ გასწავლეთ ახლა მე თავიდან შეიძლება 3 სიტყვის განმავლობაში ჩავისვითხოთ. ეს სიტყვები მიესაბამება გულისხმობას. მე 3 სიტყვის განმავლობაში დიდება შენ და ღმერთო. დიდება შენ და ღმერთო. დიდება შენ და ღმერთო, დიდება შენ და ღმერთო. თუ გინდა ასე თქვი დიდება ქრისტე ღმერთს. კი ბატონო. მე დიდება შენ და ქრისტე ღმერთო 4 სიტყვიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ამასობაში ჩვენ ერთმანეთთან კავშირი გვექნება. ხო? ეხლა იგი მას ამ საბჭოთა ჩაესუნთქა. როგორც გამოგივა, იქნება 4 სიტყვიანზე უფრო მოერგო. ხო? ეს არის უკვე მოწესრიგება ლოცვისა. შენ აქამდე მხოლოდ გულისცემას აგვიდებოდი და სუნთქვას არ აყოლებდი. ეხლა აი სუნთქვა და გულისცემა გააერთიანა. მევიგერა და სუნთქვა მაინც გამოგივა. თუ არ გამოგივა, ჯერ ასე ეცადე დაუშვადე, რომ დაიღლები, მე როგორც გაიგეთებია ის გააგრძელე მარტო გულისცემა. ხო? 1000-ნაირად შეიძლება მიუდგე, მაგრამ ეს არის კლასიკური ხერხი ლოცვისა. ერთხელ მქონდა ასეთი ეს ისგანი არის. შეიძლება რამე უცულობდი, მე რამე ხანძილოს თიმორის რესუკანა. და გულში ხო ესე იგი უცულობდი და მე რაღაცნაირად შევიდა სიხარული. ისეთი სიხარული, რომ ვეღარ ვძლებ ვერაფერს შობი. დაუფრინავ ესე იგი თავს ამტრევი მასზე პოუზერ არის ეს მეთქი მივედი ჩვენთან სახში ისაუბრებ რა ხატები და ის ამთია ანდელი მივედი თქვი როგორ არ გაძესეს დავიჟდები ხარ სიხარულისგან აღარ შევიძინე ხო ესა და ერთი 15-20 წუთი ისე დიდება ისე და ისე და აი 15-20 წუთი და ეს იყო ისა რა მთელი ისე მეორე დღეს რა თქვენი აუდიოი ისეს რაღაცა გუში მეუბნება რაღაცა ხარ ეს ხარკი არა მიხარია ახარებული ვარ ყველაფერზე წავედი მე სამება ეკლესია შევედი და იქაც რაღაცნაირად ისე ვიყავი და 1-2 დღე გაგზავნა თუ 3 დღე ასე და მე ვთქვი რაღაცა არა როგორც წაკითხული მაქვს ეს ასე არ მოდის ხო ეს რაღაცა არ მოდის თელად უნდა იყო ხო რაღაცა მაშინაც ეს ქონდა როგორც კინაღა გავიჟდი სიხარულის კეთილია ეს. კინაღა გავიჟდი სიხარულის ესა საფრთხო შეხება. ეს არის საფრთხო აღმაფრენა. მაგრამ ჩვენთვის ჩვენ რო ვართ ახლა ღმერთს დაშორებულები და ჩვენთვის ბუნებრივი არის ეს ჭირი, ვარამი, ტირილი, ბლოვა, უარყოფითი განწყობა და ეს საფრთხო ახტაცება, საფრთხო ზეშთაგონება ჩვენთვის უცხოა. და ცოტა ხნით თუ დავითმეთ და მე გქონია ეს ანომალიაო და არ მინდა ვამბობ. არა და ზეცაში ანგელოზე ასე გეშინდეს. მიიღე და ეს გაიხარე ბოლომდე. აი მე როდესაც საფრთხო ახტაცება მომანიჭა ღმერთმა ერთადერთი გაკვირვება მქონდა მხოლოდ რომ გული რო ივსებოდა სიხარულით მიკვირდა რომ ამოდენა ზღვა და ოკეანე სიხარულს როგორ იტევს რამოდენა ჭურჭელი და აუსებელი ყოფილა ეს გული რომ მე ვიყიოდი არის ეს მე თავში მაშინდე ასე და დავარდი ხალხების წინ და მე ვთქვი რა არის რამო ხო არ არის ესეთი რომ იმიტომ გამოუსწრები იყავი არისოდი და ამიერდა გეცოდინება რომ ეს არის კეთილი ღმერთი შეგეხო ღმერთმა მოგანიჭა სიხარული და შენ კიდე უვიცობის გამო რაღაც კი გინდა ერთია უვიცობა და მეორეა კიდე რომ ვერ იტევ სიხარულს და მაგას როგორ დაიტევ მაგი 1-2 საათი გაგრძელდეს მაშინ და გული გაგისროლეს
2 საათი კი არა, მუდმივი პროცესი უნდა იყოს. იქამდე უნდა მივიდეთ. წესი იყო ეს. თორე ჩვენ ბოღმიანები რო ვართ, ხო, აი ბოღმა არის ჩვენთვის უნებრივი. ვერ მიდან ბოღმიან ხალხს. მე მინდა რომ სულ გახარებული ვიყო. ჩვენ მონასტერში ყველანი ვართ გახარებულები და სულ ყველანი ვიღიმით. დედა იოანა თუ გინახავთ თქვენ დამკვირვებული. სულ თყვარსალებს. ეს არის კეთილი. და მივეჩვიოთ, ვისწავლოთ. მე ვერ ვიყავი რაღაცა შეიძლება. არა ეს საერთო იყო, ხო, შენ ვიზიარი ეხლა მე თქვენ ბუდის მოგიხდით. ისიც ასეთი რამე მოხდა. გუშინ